გურჯაანის ახალგაზრდულ საბჭოს ახალი პრეზიდენტი და კლუბის ლიდერები ყავს. მათ პროექტებზე მუშაობა უკვე დაიწყეს. დეტალურად რა გეგმები აქვს საბჭოს პრეზიდენტი ლიზი ღვთისიაშვილი გაგვაცნობს. ლიზი, მოგვიყევი რა პროექტებს გეგმავთ ახალგაზრდული საბჭოს ახალი გუნდი? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. 2025 წლიდან ახალგაზრდულმა საბჭომ ახალი შემართებით დაიწყო მუშაობა. აურჩიეთ ახალი კლუბის ლიდერები, არაფორმალური განათლება, კულტურის კლუბი, ასევე სპორტის კლუბი და კულტურის კლუბი. 2025 წელს გვაქვს ახალი მიზნები, განმავითაროთ ჩვენი საბჭო, ასევე მოტივაცია მივცეთ ახალგაზრდებს და განავითარონ ახალგაზრდებმა საკუთარი თავი და უფრო მეტ პროექტში ჩაერთონ ისინი. სურს რომ ჩავატაროთ ეკოლოგიის კლუბის მიმართულებით ფილმის ჩვენება, ასევე ფლიმარკეტი და დასუფთავების აქცია, ასევე კულტურის κλუბის მიმართულებითაც გვაქვს იდეები და არაფორმალური განათლების კლუბიც იწყებს მუშაობას და ახალ სიახლეებს შემოგთავაზებთ უკვე თებერვლიდან. ასევე საგაზაფხულოდ მარტში ვიღებთ მიღებას ახალი ბავშვების და ყველას ვისაც სურვილი ექნება ახალგაზრდებს შემოუერთდნენ მთელი გურჯაანის მასშტაბით, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს მათ. ლიზი, რა კრიტერიუმების მიხედვით არჩევთ საბჭოს ახალ წევრებს? გურჯაანის რაიონის მასშტაბით ყველა ახალგაზრდას შეუძლია 13-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს მიიღონ მონაწილეობა ჩვენს პროექტებში, გაიარონ ჩვენთან გასაუბრება და უკვე მათი მოტივაციის მიხედვით ავარჩევთ ახალგაზრდებს. ლიზი, გაქვთ თუ არა დაფინანსება და კონკრეტულად რა პროექტებს განახორციელებთ? დიახ, დაფინანსება გვაქვს და უკვე არაფორმალური განათლების მხრივ გეგმება ჭადრაკის ტურნირი, ასევე ზაფხულში გვექნება ძალიან დიდი და მასშტაბური ფესტივალები, როგორც არის 90-იანების წვეულება ყოველწლიური, ასევე გვექნება შავ-თეთრი წვეულება და კიდევ უკვე ახალ და ექსკლუზიურ ფესტივალებს შემოგთავაზებთ. ერთ-ერთი ყველა სასიხარულო ის არის, რომ ახალგაზრდულ საბჭოს აქვს თავისი ოფისი, სადაც გეგმავთ იდეებს და ვახორციელებთ და ყველა ახალგაზრდას შეუძლია, რომ ჩვენთან ერთად დაგეგმოს. მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. წარმატებას გისურვებთ. ჩვენი სტუმარი იყო საბჭოს ახალი პრეზიდენტი ლიზი ღვთისიაშვილი.